საღამოშვიდობის როგორ ახართ ჩემო თბილებო და ტკბილებო საღამოშვიდობის როგორ გიკითხოთ დღეს წყალი გვეღისა მოგვივიდა და მე მალე დაწყდა და ხა კიდე მოდის და იქნება ავზი გავავსო და ცოტა კიდე რაღაცები დამჭა გასავსები მეებსაც გადავავსო თუ მოვიდა დავცალე ცოტა ისა ეგრეთ წოდებული ბაკი დღეს ცხელა ხალხო გავიგუდე ახლა უყურე უფლი გამის მაგრამ დავცხა შულება არ ვიცი დავიწვევ ციცხეთ სიმჟავე მაქრა მაგრა ცხელა სასწაული ის არის სიცხე შულება არ ვიცი ისე გუშინ კიდევ კარგი მოვაწარე ვიდეოს აკვირდა ხო გუშინ თეფო მასო დენი როსულ არ იყო არც არავისთან არ იქნებოდა დენი არც რა თქმა უნდა თელ საქართველოში დენი არის თელ საქართველოში არ იყო დენი არც დენი არც კიდე რა არ იყო მობილური ინტერნეტით შეფერხებით მუშაობდა ისიც და წყალიცო წყალი არა თბილისის სერვისის ისა მარტო იმისი თბილისი ხო თბილისში ხო ხო ჩვენთან არ იყო წყალი 3 დღეა იგას გაფუჭებული იყო და მაგით ეს მობილური ინტერნეტი რაღაცე არ იყო მაგრამ დენი არ იყო და რაღაცა ხდებოდა ხო ალბათ დენი არა ყოფილა მაგრამ მობილური ინტერნეტი ყოველთვის მუშაობს რაღაცა იყო მანდა არაფერი გაფუჭებული არ იყო გაფუჭებული იყო მთავარი საქართველოს მთავარი ისა რა ქვია დაზიანებული იყო ვარაუდოდ სავარაუდოდ დაზიანებული იყო მაგრამ არ იცი რატომ მოხდა რატო გაითიშა ხო რის გამო გაითიშა და ხელა თელ საქართველოში ის არის რა ქვია წალი თქვა დენი რომელი საათი იყო რომ გაითიშა 12 ორი იყო დაწყებული შორი დავწექით გარეთვის ხედით იმაზე რა ქვია გარეთ ეზოში ისე დაგცხა ის ვენტილატორები რო არ იყო ჩართული ისე დაცხა რო რა ვიცი მე რა ვიცი რომ ნახეს ადამი ვიმედი და გავიგუნდი საფეთქი მეიტამო ასანია ვებილი რამე მარაული და გავიგონე ელექტროენერგია თელ საქართველოში არც მეც არ იქნებოდა რა ქვია საუნდტრუპებს თელ საქართველოში სიბნელი მარტო მანქანების ის იყო შუქები მან მხოლოდ შუქნიშნები მუშაობდა შუქნიშნები როგორ მუშაობდა დენის გარეშე ხოდა სიბნელე რო იყო გუშინ ღამე არასრულ ქუთაისში არასრულ წნოვნები მანქანის გაქურდას ცდილობდნენ ხო მეც ნახე სადარბაზოთან და კორპუსთან მეც ნახე გაქურდეს თუ არ გაქურდეს ეგ არ ვიცი სავარაუდოდ გაქურდას აპირებდნენ კარის გაღებას ცდილობდნენ ვიდეო იყო თეთრი მანქანა იყო თეთრი ჯიპი იყო ხო პიკაპი პიკაპი იყო მე დავინახე ვიცი რომ თეთრი იყო და პიკაპი იყო ხო სიგნალიზაცია ჩაირთვოდა თუ ჩაირთვა ერაფის ვერისამდე მოვიდოდა პატრონი მაგრამ ნამდვილი სიბნელე იყო თუ ხელი რა იყო უკუნეთი მე გაწვიმდა
ხო ვიჯექით მაინც გარი. ხო. თითქოს მე ქვევით ქუჩაზე ის მოგველა და შუქი ყვარა მოვიდა ვაენთო და ჩავკრავო. რა ენთო საქართველოში დენი არ ყოფ. საქართველოს წყობრიდან გამოვიდა. ისიც რუსთავიც ხო? რუსთავიც რა თქმა უნდა მთლიანი საქართველო აბსოლუტურად და საქართველოში რაც არის რაც საქართველო არის ყველა ქალაქი სოფელი ის რა ქვია რაიონი ყველაფერი გათიშული იყო. ბილბორდებიც აღარ მუშაობდა. ბილბორდები რო არის ხოლმე გაკრული. ისინი. რო ანათებს ხოლმე ისინი რა ქვია მონიტორები რო დგას. სადაც დგას ეგენი აღარ მუშაობდა. არ მუშაობდა გიორგი ის მუშაობდა დინიერი. რეკლამები რო ამოდის. რეკლამები რო არის ხოლმე. შუქი თურც არ არის ეს საქართველოში გაიჩინა. რა ჭიდან დაწყებული ყველგან. ყველგან აბსოლუტურად. აფხაზეთშიც კი. ოკუპირებულ აფხაზეთში. დენი არ იყო. არციკ. ჩვენ მივეწოდეთ საიტყობათი. ჩვენიდან მიდის ეტო ამანდენი საკუთი. არა. აბა იქიდან რა ხდება? არ ვიცი. მე რა ვიცი მე ყველაფერი ისა გვაქვს ხალხო პრეტენზიულ და ისა რა პრეტენზია თუ რა ქვია იმას. რაღაცა თითქოს დღეს Wi-Fi-ც ვერ არის თავის ვატრზე. დადუდე რაღაცას უჩმახუნე? რაღაცას უბერავს. ძნელად ხსნის. YouTube-ში ვიდეოს რო ჩართავ ესე ტრიალებს. წერით მაგის ხელი მეთქმული. მეთქმული არა ბაქდი. მივარტყი არა ემოგოტინი. სად მიარტყი დედა? ჰა? სამწარეთა გაგ დაინახე. ატყავებული გაქვს მთელი. გუშინ გავიხია იქ მაღაზიაში. სად მაღაზიაში? იქით. ხო თქვი რაღაცას გავარტყი. თავს გავარტყი. დამნახე აბა. რომ სადან რა ადგილზე? იმაში. აქვია ორნამიჩი გავარტყი დაღს. ორნამიჩი კი არის იმას. შირაკვი ლივრეში. და საათიც აქეთ მიკეთია. ვეღარ მიკეთებ აქ. დაჟე ეს ხელი მტკივა მთლიანად. იმიტომ იძახოდი გუშინ რატომ მიტკინე ხელი, რატო დამეწყოთ ხელი ტკივილი. ეგ ხელი ტკივა. ძარღვები. ეგ ხელი ტკიოდა გიორგი. ხო ეს ხელი მტკივა. აი გიორგი, ეგ ხელი დაინახე ნანებს არის ისევე ამოსიებული. ეს ნანებს არის, ხო ეს ადგილი, ვიცი. შეიძლება მაგის გამოსაკუთრებით. ეს მთლიანად გასიებული მაქვს ეს ხელი, აი ესეც, ვაჭაც. აი ესეც ნახე. აჰა, ეს ისე მაგარია. დანაირად აკეთებენ ამ ნებსაც ვერ გავიგერა. არიციანი თუ მიკითხა. მე ვიცი არიცი ამბობი. ზოგი აჩქარის ნამეტნავად და მაიდუ. სად იჩქარებათ ადამიან რა ჩუჩელაზე აკეთებენ თუ ადამიანს. ესე ვერ გაიცავთ. Ну ისეთ ნახე აქაც ზარღვი ამოსული. ხო. მაგიდან ნუ მაწერია. ინგლისური ნუ. ასე. ასე არის ამოსული. აი მაწერია. ვაიმე დედა რა ვიცი, ყველაფერი
პრობლემა არის ამ ქვეყანაში, რა ვიცი. ქვეყანაში რა. წუხელი დენი არ იყო, ზოგს წყალი არ მიეწოდებოდა. თბილისის ნახევარ თბილისს მგონი ზოგს არ მიეწოდებოდა, ზოგს კიდე შეფერხებით მიეწოდებოდა. ცოტა. და ქალაქში რო წყალი არ გექნებოდა, თბილისის ერვისის ჯგუფი. ტუალეტი ხო ჭირდებათ. თბილისის ერვისის რა დაიტალვა. რა ვიცი, ერთად რა ყველაფერი ერთად გამოვიდა წყობრიდან. ხალხი იძახის ინტერნეტში თუ შევედითო. მობილურ ინტერნეტში. შევიდოდნენ, რანაირ თუ მობილურ ინტერნეტში შეზღუდული იყო. შეფერხება თუ იყო. იცით დენზე ხო არა მობილური ინტერნეტი. ჩვეულებრივად მუშაობს ხოლმე დენი რო გაითიშება, ხო? ხო. ჩვეულებრივად მუშაობს. მთელ საქართველოში რო არ იყო რაღაცა მოხდა რა. რაღაცა მოხდა ალბათ. რაღაცა მოაჩმახეს. ჩხუկ და მორჩა აღარ იყო. საერთოდ თლიანი საქართველო ებიდან იყო რა ქვია. წყობრიდან გამოსული. ვისაც იქი ის არის აქია. ეს საავადმყოფოებში ვინც იწვარა, რიად იწვა. ან საავადმყოფოებს გაითიშებოდა? მარასტიზავდა მთელი საქართველო რომ გაითიშა. მე ისინი რომ მუშაობდა. შუქნიშნები. საქართველო მარტო ხალხს გაითიშა. შუქნიშნები მუშაობდა ჩვეულებრივად. თბილისში. ვიდეოებიც ჰქონდათ ხალხს გადაღებული. შუქნიშნები ჩვეულებრივად მუშაობდა. მე რა ვიცი, აბა დენზე არ არის შუქნიშნები. მე რა ვიცი. ვიდეოები იყო დღეს იმაზე, TikTok-ზე. გადაღებული ჰქონდა ხალხს. თბილისში როგორ მუშაობდა ისინი რა ქვია. და საავადმყოფოების წესი და კანონით ისაა. ბუჟაკები. რაღაცა გენერატორები იქნება. ხო. ერთი ხო არა, ბევრი იქნება. ხელა კლინიკას ერთი რასე. თავდაბუცულს გაიგებ ხალხო, რომ შეხარდა გამოხო. საიდან შეხვიდე, საიდან გამოხვიდე. ვეღარ იგენი. აქედან ხო შესაძლებელია ემერჯენსი კიდე ცალკეა. ხო. და აქედანაც შეგიძლია შეგინით რომ შეყვალ ემერჯენსში ჩვეულებრივად ექიმები გადადიან. აქედან შემოდიან ხოლმე. ხო, გადავიდნენ აპარატში. გამოიცვლიან და ჩაიცმევენ ხოლმე ფორმას მერე. მე ავიცადრე კიდე ექიმებს თეთრი ხალათები ეცვათ და ექთნებს და ექიმებს უყოლას. იქთნებსაც. ხო. ამ თავის ტანსაცმელზე შემოიწვამდენ. ხო. ახლა ფერადები ეცვია, ზოგს შავი აქვს, ზოგს ლურჯი აქვს, წვანია. წვანიც არის, ხო? წვანიაცია ჩაზეგის. ოქია. ხო. ქირურგს. ხო, და ისა წვანე და ის კიდე რაღაცნაირი შინდის ფედებიც არის. სანიტარსულაცია ცოტა მოლურჯია, მუქილურჯია ძალიან. შავში გადადის. შავში გადადის, ხო. იმას. ეგთან სულ შავი აცვია. ეგთან შავი აცვია? ეგთნებს შავი აცვია კი. ხო, კიდე ცისფერებიც არის. ესე იგი, რიგის მიხედვით არის რა, როგორ არის. ესენი გაშავებული მაქვს. მოვაზამთარი და გათეთრები. ეხლა მოვა შენი დაბადების დღეც. ახლა არა. ხო, რა იმ თვის კიდევ ერთი თვე დარჩა.
ხო, რაღაცა. ერთ თვეში დაბადების დღე მაქვს ხალხო. 4 სექტემბერს. დავიდური. დღესჩენი დავიდობის დღეა. დედა. ყველაფერი მწყობრი და რა იყო გამოჩეჭეტებული სულ. გამოსული გუხეთ. ერთად ხოიდა ხოდით დედადენი მოვიდეს რა თქვა და რას დენი მოვიდო და გამოსული იყო მწყობრი. კიდე გაიბნელაში ვენტილატორებსაც დავეტაკეთ. ხამე, ადექი ხამეში. რაც გაიგარი. ფანდრით. ფანარი სადღა ქონდა. ტელეფონის ფანდრით. ორი ტელეფონი მიდევს და რომელიმე ხომაინცა აქვს. ორივე ისე არა. 70 ტელეფონი გვაქვს სახლში. 4 დავიბოლო რაღაცა ვერა. 2 შენ 2 მე. ამბავი სვეტკები ვართ რა. ის მომოხლილი ერთი ჩემი. პაჩკო გარმონია. ემას ნომერი არ აქვს და არაფერი არ აქვს და ყოველწუთას იჭედება რა ჯანდაბადგინდა. მოშლილია და ის არა ქვია. მოფუნტოლულია. ეწვალოვანი გამოხვალული და რეკა მესენჯერში. ხო. გასკდეთ რეიკი. ვიღაცა რეკვით რო გასკდეს, მე რო წავიდე სადმე და გავსკდე რეკვით, მაგ ტელეფონზე მესენჯერში ვერ გამოვალ. ვერაფრით. ჩემს ჰქონდა დატოვებული ოპერაცია რო გიო გაიგეთა და იქ რო ვიყავით. ხო. დედა ზედიზე 20 ჯერ დავრეკავდი და მე როგორღაც გამოდიოდა. ლამისამი მეწყიტებია ტელეფონი. და რო არ დავრეკავდი, რატო არ დარეკეთ? რეკავდა კი აღარ ირეკებოდა და დარეკე და იყავ. ხალხო რა უნდა გითხრა? როცა მინდოდა დარეკვა, როცა ჩემი სახლში იყო, მაშინ ვერ ავრეკავდა, როცა არ იყო სახლში. მაშინ გამოდიოდა მაინც. და ირეკებოდა. მაშინ გამოდიოდა მაინც და მაინც. ხო. მართლა კითხვა მქონდა იმაზე რა ქვია, გერმანულთან დაკავშირებით. მასწავლებელთან სწავლობ თუ არა, მასწავლებელთან არ სწავლობ, ინტერნეტით სწავლობ ხალხო. ჩემით. მასწავლებელთან არც ციგნი აქვს და არაფერი. მასწავლებელთან ამას არ ვსწავლი არასოდეს. ინგლისური სკოლაში სწავლობდა თორე როგორც რო კურსები გავიარე უკვე. რეპეტიტორთან რო ვიარო მეოლო და მისწავლა არა. არა, ეს თავისი დიჟონიებს. თვით მასწავლებელი ვარ. მე დადგება სარკესთან და ლაპარაკობს. სხვას თავს ელაპარაკებ ახლა მე რომ მითხრას რომ რამე იჩი ბიჭი არ ჩამივა თავში ვერ გაიგებ და რა უნდა დაუბრუნოს იტყვა. არაფერი. ინჩი ბინჩი. ერთი ვიცი ნო და ერთი არა. ეგ ინგლისურად იცი. და გერმანულად არა ინო. რა ვიცი გერმანულად. მე ინგლისურზე გერმანულად არის 9. ინგლისურად ვამბობდი უბრალოდ. 9. არ მისწავლებია მე არაფერი. ტვინიკოსია ეს. ხალხო გერმანულად ვიზიც არ იცით. როგორც იწერება, იკითხება ისე. ინგლისურად არა. ინგლისში აი მაგალითად სიყვარული ხო ლოვე იწერება და ლოვეს ხوارს დაიკითხა. იკითხება ლავ. შენ რო დაწერო თქვა. როგორ შენ? მე შენ? ხო. I love you. პირდაპირ როგორც დაწერ ისე იკითხება? მე. ხო. ლავ ხო ჩოგნა სიყვარულია. you შენ.
ეგრე იკითხება ზუსტად? მე ლავჯუ. ინგლისურში ეგრე იკითხება, მაგრამ სიტყვები რატო არ იკითხებ? აბა I love you ეგრე იწერება. Ich liebe dich. Ich liebe dich. ეგრეც ნიშნავს. გერმანულად მე შემიყვარხარ. Ich liebe dich. Ich liebe dich. Ich liebe dich. ჰა? დარი? Ich liebe dich. არა, სხვანაირი ისა. გამოთქონა. ხო, სხვანაირი ის არა ქვია. Ich liebe dich. ბედიო თუ მედიო რა. აქცენტის ის არა ქვია. თვითონ გერმანული აქცენტის წარმოთქმა, აქცენტი თქო, აქცენტით წარმოთქმა არის ძალიან ძნელი. იმიტომ ნერვები ეხება. ნერვებს დამაწყვეტავს ხოლმე ხანდახან ხალხო. No. ერთ წინადადება რომ უნდა თქვა ერთი წინადადება, ხო? 60 ჯერ გავიმეორებ ხოლმე. მაგრამ ხანდახან მაინც ვერ ვარტყავ იმას რა ქვია. აქცენტს. მაგრამ არა უშავს. აქცენტიც თუ გექნებათ არა უშავს. დახვეწავთ მე. ნახლა ის არის რა ქვია. ენას კი ვერ მოვიმტრევთ. ცოტა ხალხო ცოტა ენის მოსატეხი ენაც არის, მაგრამ 1 2 3. 1 2 3. 1 2 2 3. 1 2 3. 1 2 3 4 5 ოჩო? რა? 1 2 3. 5 1 Ari 2 4. 3 4 fro tru tra tru pri tro რა ვიცი მე არ ვიცი რაც არ ვიცი 1 2 3. 1 2 3 4 5. and in va drai trui trai prai brui brai ეს ყალიბი ფრანგულად მხოლოდ სამამდე ვიცი რა თქმა. ფრანცული ფრანგული აზრიც ნასწავლი მაქვს, მაგრამ აზრზე არ ვარ, მხოლოდ გამარჯობა ვიცი ფრანგულად. სილანსიო ეს ფრანგული მაქვს ნასწავლი, ინგლისური არ მაქვს მე ნასწავლი. ზოგი გერმანულსაც სწავლობს. ინგლისურის მაგივრად, სოფლებში მაგალითად. რა ამბავი მაღალმთიან სოფლებში ინგლისურმა ვერ შეაღწია, ხო? შეაღწია, მაგრამ ხანდახან იმასაც ასწავლენ, იმასაც არ. Germany. Deutschland. Deutschland. Deutschland არის გერმანია. Deutschland. Germany. გერმანია. და რატო სწავლობ და რა ვიცი აბა? მინდა ვიცოდე. რომ რა ვიცი შეიძლება ეს დღესაც მოვხვდე გერმანიაში და ბეცივთ რო არ ვიდგე და არის მას აუქნა ვიყურო იქით აქეთ და რაღაცა ვიღაცას რო გავაგებინო. ცოტა მაინც. და კიდე ვიღაცა რო დავიკარგო და რაღაცა უთხრა ვიღაცას და იმანაც გამაგებინოს მე საით უნდა წავიდე და როგორ მოვხვდე იმ ადგილას სადაც მივდივარ ხო უნდა გავიგო და მეც ხო უნდა გავაგებინო ვიღაცას რაღაცა უთხრა მან მაღაზიაში შევიდე და ბეცივთ რო არ ვიდგე იქ და ვიყურო იქით აქეთ ელემენტარული კითხვა მაინც იცოდე იქნება რა საყიდულო. ხო, იქნება შხამსყიდულობ რაღაცას, კითხვა მაინც უნდა ვიცოდე რა არის. და რა წერია? ან რა ღირს. იქნება და იმას ვაძლევა რა ქვია, 2000 ევროიან რაღაცას ვყიდულობ. რა ღირს, ფასი ეწერება, მაგრამ
ფასი კი ეწერება, მაგრამ მაგდენს კი გავიგებ რაღიც, მაგრამ რას ყიდულობ ხო უნდა წავიკითხო. იქნება რაღაცა შხამს ყიდულო, ხო? ან გერმანიაში მოუხდე, ან ავსტრიაში მოუხდე, რა ვიცი მე. კაცმა არ გვიყვარს, არ ვიცი სად მიგვიყვარს ჩვენი ბედი. ბოლოს და ბოლოს. სადაც არის ბედი შენი, იქ მიგვიყვარს ფეხი შენი. ყველა კი არა ენათქვამი. იქნება და ერთ დღესაც მეც გავხდე იმიგრანტი, რას გაიგებ. ავიც ამ ქვეყნისას რას გაიგებ, შეიძლება გასაქცევად გქონდეს საქმე და მაინც თავი რო დავიზღვიოთ. Rakeen. 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 მეთკინა რა ვქენი არაფერი. იგრია და იგრი. ხომ იცოდე ცოტა ენა რომ გაქცეული მოაბრუნო მაინც. ხო. თუ გარბის ეგ რატო აბრუნებე არ ვიცი, მაგრამ მაინც იქნება და ტუალეტში უნდა და იქ თუ გარბის. მაინც ხო დაიცოდე. ჩახვალ სადმე ქვეყანაში ბეცივით რო აიდიგე და არ იყურო იქით აქეთ. შუბლზე კი არ გეწერება რა გინდა. ჩვენ დაიწერო. დაიწერო. უნდა დაიწერო ასე შუბლზე დიდად და ისე შრეფისის რო არის მეორე ულაშებიანი რა ქვია კადის. კარგად ეწერება პოემა. კი, პოემა. დიდი შუბლი აქვს. აქამდე აქვს შუბლი. აქ აქვს შუბლი, აქედან ეწყება. აქედან ეწყება. აქედან კეფიდან ეწყება შუბლი. მაგაზე ენათქვამი. კარგ წერილს დაიდებს მაგის ის არაფერი შუბლი. თან ცოტას კი არა პოემას. ერთი 20 იმას კარტოფილი მინდა. რა. როგორ? შემწვარი. შემწვარ რა უნდა შეჭროს. კარტოფილი შეგვიძლია. რა უნდა, გათლა უნდა, დაჭრა უნდა, დაყრა უნდა ტაფაზე, ამორევა უნდა მერე. რა ვარ უნდა? მიცინება დღეს. მისპიტება მინდა. დღეს მაღაზიაში არ დამჭირდა ხალხო წასვლა. მომიდოცეთ, მოსალოცი ამბავი მაქვს. დღეს მაღაზია ნუ. აღარ არის დრო. ხამდა მაღაზიაში, მაგრამ ყოველდღე მაღაზიაში ვარ. ორ დავდივარ ხოლმე, პური არ უყოფნის ხანდახან. დღეს რა ვიცი როგორ მოხდა რომ გვაქვს. ხელი მოვიტანეთ რაც ვიჭამია გიო პური. პური. ისე პურიათ მინდა გუში ხინკალი ჭამი. ხო. კიკალი. დავცხა. მე რაღაც საჭმის გაკეთების სურვილი აღარ მაქვს წხეში. ისე ერთ-ერთმა გამოუწერმა დამიწერა კომენტარებში. თუ წიგნი და გერმანიაშია და ის არის აქვია.
კომენტი შენც გყავს მეგობრებში და მეც გყავს კომენტარებს წერს ხოლმე სურათებს რო დავდებთ. ხო რა. თუ დაგჭირდება წიგნი არავე მომწერეო Facebook-ზე. გერმანული? ხო. მე შეგიძლია დიდი გამოგიგზავნოს. გერმანული წიგნი. ისწავლე უფრო. მიტერ შვილო და ისე სხვათა შორის რო დააკვირდე გერმანული ძალიან საინტერესო ენა და სხვათა შორის სიტყვები ძალიან ლამაზად ისმის ყურში. ლამაზად. ამასობაში მე მგონი მე ქართული მოვიწყდება. ლამაზად ხვდება ყურში. ახლა ინგლისურათა წერი სიტყვებს თუ იმათ. გერმანულად? ასოები გერმანულია, რა არის? წერ მე მაგ. ისა ინგლისური იმების აკავს. ლათინური ასოებს აკავს. ლათინურიდან არის იგიც. წარმოშობილი. ოღონდ უმლაუტები ემატება და ეს ცეთი. მაგალითად, ასრო დაწერა. ზემოდან წერტილები იმას აშვება, რა ქვია. ემატება. და იკითხება როგორც ე. ხო. Facebook-ში ვინ არის, რა ვიცი, რა. არ ვიცი. ույთეთა დიხრუკა ხაობა ხალხო დიმწყა და დიმწყა ძნელი კი არა ეხალხო, მაგრამ უბრალოდ ის არის, რა ქვია. აქცენტით საუბარია ძნელი თორე. თავის რაღაცა გამოთქმა. ზოგადად გერმანული აქცენტით არის ძნელი. რაღაცნაირი ისა აქვს. გამოთქმა. 1 2 3 რაღაცა. აი რაღაცნაირი გამოთქმა. და ის არის რაღაცა. გამოთქმა სხვანაირი თორე. ძნელი არ არის, იმიტომ რომ სხვათა შორის ინგლისურზე ადვილი უფრო არის ისა, რა ქვია, გერმანული, იმიტომ რომ რასაც წერ კითხულობ იმავეს. იგივეს კითხულობ. მაგალითად წიგნში რაც წერია სიტყვა, იგივე სიტყვა იკითხება. Ein, zwei, drei. Ein, zwei, drei. Ein, zwei, drei. Фотошоуს წიგნებიც კარგი. წიგნიდანაც კარგად ისწავლეს ფოტოშოუს. ვიცი რა არის? ხალხო, ინგლისური უფრო იცი რატო გვიადვილდება რომ სწავლობთ? ინგლისური გვესმის სიმღერებიდან, ფილმებიდან და უფრო იმას ავშვებით, რა ქვია. უფრო ადვილად ვითვისებთ. ადვილია სათვისებელი. ხო. თურქულს არ ასწავლო. თურქულს? არა გაცვო. ახლა თურქული გამატლია კიდე. რამდენი ენა უნდა ისწავლო? თქვათ, რამდენი ენა იცი უფრო? ვიცი? უცხო ენები? იტალიური. პირველი. არა, პირველი ინგლისურია. მერე არის რუსული. მეორე, იტალიური, ესპანური. ეს 4.
დედა რა აქვს? ისო ინდური ცოდი. ო, ჰინდი ეს მე-6. მე 7 გერმანულს ვსწავლობ ახლა. ჩინურს ვიგე ჰანჯი მანჯი. რანჩი ტრანჩი. ჩინურსაც გაიგებ თუ დააგვიტი კარგად. თუ კარგად იმას აქერი. ჩინურს უნდა ძალიან მაგრად დაგვირვება. ეს ხათაშორის კორეულიც ძალიან ძნელია. შუთ იქ რო ცხოვრობ, რო კომუნიკაცია რო გაქვს უფრო იმას აშვები. იგებ. იგებ, ხო. გერმანული არის ჩემთვის მე-7 უცხო ენა, რომელსაც ვსწავლობ. რა შეკაც კოლექციას დროებით უცხო. კი, მე-7-ია. კოლექციას ვავგროვებ ხალხურ ენებისას. ვეღარავს ვთქო გიორგი. მე ხო არიან ხალხი კოლექციონერები, ხან ზოგი მონეტებს აგროვებს, ზოგი პლაკატებს აგროვებს, ზოგი რას აგროვებს, ზოგი ლამაზ ქვებს აგროვებს. მე ვაგროვებ უცხო ენებს ხალხნო. ზოგი სუვენირებს აგროვებს ხოლმე. ისე ზოგს მაცივარი გავსებული აქვს ხოლმე იმებით. რა ქვია, უცხო ქვეყნებიდან ჩამოტანილი იმებით, მაგნიტებით. თქვათ გერმანიაში რო წავალ რა უნდა ჩამოვიდანო იქიდან? გერმანიის დროშა. ის უნდა ჩამოვიდანო რა ქვია, რომელიმე ქალაქის ხედით. ხო, ან პივისის, პივა ხო განთქმულია. ხო, მან ლუდი და ფეხბურთია გერმანული ის არა ქვია განთქმული. და ჰარიბო კიდე ჩემი სიყვარული. ჰარიბო მიყვარს მე. რა არის? იმ დღეს რო ვიყიდე ჟელიბონები რო. აა ჩვენთან ჯვირი როა. ისე გერმანიაში რა გიქნედა მაინტერესებს, საინტერესოა. მაღაზია აქვს მაგას თავისი გერმანიაში და ალბათ პირველ რიგში იქ შევარდები ბერლინში რო ჩავალ. ჰარიბოს იმაში. მოხიკა. ყველა იმას. რა ქვია? ჟელიბონს და წამოიღებ ალბათ. ერთი ჩანთა მაგებისთვის დამჭირდება უკანო წამოვა. თუ წამოვედი უღონდ ეგ არის საქმე. და იქაურობამ თუ არ მიმიზიდა და თუ არ დამტოვა იქ. ბერლინი რამაზი ქალაქია. და მე იცი რა არის? იქვე არის ისიც. ავსტრია, გადაიარე, გადმოიარე, გადადი, გადმოდი, გადადი, გადმოდი. ნახავთ ჩვენ გამოუწეს. ხო. გადადი, გადმოდი. იქვე არის ისიც. მე თუ გინდა საფრანგეთში ჩაიარე, ახლოს არის? ახლოს არის ხო? ის რო არის, რა ქვია? ერთი და ხო გერმანიაში ცხოვრობს, ნანა რო არის. ერთი ხო იმაშია. და ის ხო მაგი და ხო მანქანით გადავიდა. რა ქვია ნანას და დამავიწყდა, იუთუბერი არა იგეც. ხო. მარი მგონი ხო თუ რა ქვია. მანქანით გადავიდა კი გერმანიიდან იმაში რა ქვია. რა ქვია მაგას? საფრანგეთში. ნანა ახლა საქართველოში. ვით ჩამოვიდა. ის ამდენი წელი რო არ ახანა ყოფი და 15 წელი. ხო. ამდენი წელი რო არ ახანა ყოფი და რო ჩამოხარ შენ ქვეყანაში. რაღაცნაირი შეგრძნება არის.
აი თან სიხარულის. თან სიხარულიც არის. იცი როგორ არის? ჰა? თან სევდაც აქვს. თან ყველაფერი ნაცნობია. არც არც არის ნაცნობი. არც იმას აშვება რა ქვია. აი ყველა ემოცია ერთად აქვს. ერთი ისიც ახოდა TikTok-ში ვიდეოებს დებს ხოლმე და იმაში ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ხო და რო ჩავედიო და ამერიკაში რო დავდგი ფეხიო და ნიუ-იორკის ქუჩებში რო გავიარეო, ჩემთვის ნაცნობიც იყო და უცნობიცო. იმიტომ რომ ფილმებიდან ხო ხედავ იმებს რა ქვია. ხო. ნიუ-იორკი დიდი ქალაქია, მე მაგალითად არ ვიცხოველი მანდ. არის დიდი არამედან ხმაური არის. ბრუკლინში. ბრუკლინია მე ნიუ-იორკი. თუ იქ რა ქვია. ან კალიფორნია ან ვეგასი. ვიდომე, თვალზე გასეირნება ვეგასი. ლას ვეგასი. სხვათა შორის მაიამიც კარგია. აი მანდ არის ის ბერმუდის ამბურთელი. რომ რამდენი გემი და თვითმფრინავი გაქრა მანდიდან, რა ვიცი მე. სად მიდიან კაცმა არ იცი. დღემდე ვერავინ ვერ დაადგინა. გონია მეორე ის არის სხვა. რაღაცა მეორე განზომილებაში გადადის მე ეგრე ვფიქრობ. და რა განზომილება ამნაირი. უკან ვეღარ გადავდია. თუ კაია ჩვენ წავიდეთ. თუ კაია ჩვენ წავიდეთ, ხო? თუ კაია და ამდენი ისინი თუ აღარ არის, ბოროტება თუ არა იქით. სხვა განზომილებაში საცხა. აბა ვერ იპოვა ვერავინდა. რამდენზე ვართ? მართლა ვაი, მასაც საინტერესოა. საინტერესოა, ხო? თვითონ მეცნიერებმაც ვერ ახსნეს. აი მართლა საინტერესოა. ვერავინ ვერ დაადგინა. სად მიდის ის? გემი ვერ იპოვესო და. გემები, თვითმფრინავები, რა ვიცი, ყველაფერი იკარგება იქ. აი ფსკერში ხომ ჩავიდეს? არ არის მე ფსკერში ჩავიდნენ, ბევრი ჩავიდა, მაგრამ არ არის. ხო, არა. არ არიან. ისიც თვითმფრინავიც, ხო? ჰაერიდან ვეკრება. არც ვარდება, არც არაფერი და ნეტასად არის, რა ვიცი. მე ეგრე ვფიქრობ, რომ მეორე სხვა განზომილებაში გადადიან რა. როგორ განზომილება არსებობს? არსებობს ალბათ. ალბათ არსებობს, თორე ან ჩაძირულს ხო იპოვიდნენ რა რაღაცას. რო ვერ იპოვე ვერავინ. ერთი ბოჩოსთან გავიდი რა, ცოტა ბომბა მინდა. მე რო გავხედა, რო შემოაიქიდა. ხო. ბომბა მინდა თუ ხედა მავიწყდა. ყიდვა. ისე სამყარო ძალიან ის არის, რა ქვია. საოცარი. ძალიან საინტერესოა. ხანდახან შეიძლება ისეთი ამოუცნობი რაღაცა მოხდეს, პრობლემა, რომ კაცი შვილმა ვერ გაიგოს. აი მაგალითად, ჭექა ქუხილი. ცაზე ვითომ არაფერი ჩანს. და ნართ მიჯახება, არც მოჯახება. და უცბად გაიქუხებს ხოლმე და გაანათებს. საინტერესო როგორ არის? როგორ არის? წვიმა როგორ მოდის. წუხელი როგორი ელავდა. როგორ ანათებდა, როგორ ელავდა. და სიბნელი რო იყო ნამეტანი. ნამეტანი იყო. შუქი რო არის ხო, დენი რო არის ხო. ეგრე კი არა ჩანს. უფრო სხვანაირად ჩანდა. თვალებს უფრო ჭრიდა. ხო, სიბნელი იყო ნამეტანი და იმიტომ. რამდენჯერაც ცაში ავიხედე და იქით გავიხედე, იმდენჯერ გაანათა. ხალხო. აგენ თვარე არის პირდაპირ. თუ გრუბელია. სად არის? აი, ხესთან. მე რა. ხესთან ხედავ პირდაპირ. თუ გრუბელია თუ რა არის, ვიცი. გრუბელი არის, აი გერა დღეს. მანდანა კაცო მაგიდან არ ხედავ, აი
ხის თავზეა პირდაპირ. რომელი ხის თავზე? აი ამის ხის თავზე. კრემლის. კრემლის ხეს მე ვერ ვხედავ, კარალიოკის ხეს ვხედავ. კრემლის ხის იმაზეა რა ქვი, თავზეა რა. ნახევარად ეფარება. კრემლის ხეს ვერ ვხედავ. კარალიოკის ხი გამოჩნდება მანდიდან. აგერ არის კარალიოკი, აგერ არის ტყემანი. მე პირდაპირ კარალიოკს უყურებ ეს. ო, დამიზნებით. მე ორივეს. არა, მართლა საკურველი არის სხვა განზომილებაში როგორ გადადიან. ფსკერში თუ არ არის სადი კარგი. არც ფსკერშია. გემები ბერჯერ შეუმოწმებიათ, მაგრამ არ არის. არც ფსკერში და არც თვითმფრინავები არ არის. თვითმფრინავები ჰაერიდან ვერ ქრება. იმ ადგილში თუ მიდიხარ, ხო? იმ ადგილში თუ მიყვალ. ოღონდ პილოტები მაგ ადგილს იმას აშვებიან, რა ქვია. მაგ ადგილთან არ გაივლიან, არ მიდიან, უვლიან გვერდს. იციან უკვე. იციან იმათმა უკვე, რომ გაქრებიან სადღაც. ბევრი გაქრა და დაიკარგა. დღემდე კაცმა არ იცის, სად არიან. ეგ მარტო ღმერთმა იცის. განზომილება, სხვა განზომილებაში გადადიან. ეგ მარტო ღმერთმა იცის, სად არის. ახალი სამყაროა ეტყობა. ალბათ. აუ! ხო, არა უშავს ამოვალ. ხოდი არ ეკავს ჩვენ. აი მართლა სხვა განზომილებაში სად გადადიან საკურველება არ არის. რამდენზე ვარ შეგავწე? 47-ზე, ხო. ცოტა ხანი და წავიდეთ. ხო, აი მართლა აი საკურველება ახლა სხვა განზომილებაში სად მიდიან, როგორ მიდიან? საინტერესოა ძალიან. აი მართლა აი მაინტერესებს, სად არ წავიკითხე. ფილმიც არის სხვათა შორის მაგაზე გადაღებული. სად არ წავიკითხე, ყველგან გადავხედე ყველგან იმ დღესაც მკითხულობდი, მაგრამ არ ვიცი, მაინც ვერ დავადგინე სად რა არის. ოღონდ ფილმი კი მე არ მიყურებია, მაგრამ როგორც მინახავს, მაგრამ როგორც ვიცი გადაღებულია ფილმიც. ისე საინტერესო კი იქნება. თო საყურებლად. და ფილმზე გამახსენდა, იცი რა ფილმი მიყვარს. ის რა ქვია, სან ანდრეასი ხალხს რომ კალიფორნიაში რომ ის გადმოდის. ცუნამი და ბოლოს მარტო ერთი ოჯახი რო გადარჩება. აუ ეგ არის მაგარი. ხო და იცი რა არის ხალხო? მართლა ისად მიდის აი საკურველი არა ქრება. ამერიკა ეძახი ბევრი გენიალური ფილმია გადაღებული. ძალიან კი. საინტერესო და მაგარი. ამერიკა მაინც ამერიკაა რა. დავიდი გარეთლი და გასვლა. და გავიგუდე გიორგი ვეღარ ვლაპარაკობ. სიცხისგან სიცხე მადამბლავებს ხარ ხო. და გავიქით და მოვალ ხო. რა მოყოლბანი წავიდეთ, მით რა მოვა. ხო, ვადე. გუჩოვლებს რა თქი. მეკავება. გიქავება? ხო. ხო, გირჩება დედა და იმითო. აბა ხედა აბა ხო, კარგად. აბა ხედა გემშვიდობებით ახლა მომავალ ვიდეომდე აბა ხედა აბა ხო. ბაი. კარგად. დაწერეთ კომენტარებში რომელი ფილმები და სერიალები მოგწონთ თქვენ. ბაი.